დილამშვიდობისაც 9:47 წუთია უყურებთ იმედის დილას. დაუბრუნდეთ 14 თებერვალს. დღეს მსოფლიოში შეყვარებულების დღეს აღნიშნავენ და ჩვენი ჟურნალისტი კატო ბარამიძე დაინტერესდა რა არის სიყვარული სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის. რასთან ასოცირდება ის და შესაძლებელია თუ არა ნამდვილი სიყვარულით რამდენჯერმე შეგიყვარდეს. რა არის სენი ეს სიყვარული? სიყვარული არის თავად ღმერთი ყოველდღე გვიყვარს ერთმანეთი და არ არსებობს ერთი განსაკუთრებული დღე. სიყვარული არის ჩემი აზრით გრძნობა, ერთმანეთთან ნდობა. სიყვარული არის ურთიერთობა მეგობრების რაღაცების მიმართ, ერთმანეთის პატივისცემა. სიყვარული შეიძლება იყოს ყველგან და მის გარშე ყველაფერი არაფერია. სიყვარული ისეთი გრძნობა, რაც შეიძლება ტრებით დაამეგობრონ. სიყვარულს გამოხატავს ზმაკაცობით, მეგობრობით, პატივისცემით. სიყვარული ეს უდიდესი გრძნობა, რასაც ადამიანი გადმოსცემს გულით. სიყვარული არის ესეთი გრძნობა, რომელმაც შეიძლება შეგაძლებინოს შეუძლებელი. თავარია ადამიანმა ცხოვრებაში სიყვარული იპოვოს და უნდა გაუფრთხილდეს. მე ვფიქრობ, რომ უფრო კარგი იქნება, რომ მარტო აი ამ დღედ არ ავიღოთ და ხალხმა ყოველდღე გამოვაჩინოთ ჩვენი რეალური სახე და ყველა ადამიანი გავახაროთ ყოველდღე. შეყვარებია? კი. შეგიძლია გაიხსენო როგორი გრძნობა არის და რას გრძნობდი იმ? ჩემი აზრით კარგი გრძნობა. ჩემი აზრით არის ესეთი გრძნობა, ემოციური ხარ ყოველდღე გახარებული ხარ, როდესაც მაგ ადამიანს ხედავ. როდესაც ვინმე ბიჭი მოგწონს, ან რომელიმე ადამიანი, ყოველთვის გაქვს мотиваცია იმისა, რომ კარგად ისწავლო, კარგად ჩაიცვა და ასე შემდეგ. რეალურად ადამიანს გულით ერთხელ უყვარდება მეტად. თუ სიყვარული ჩავარდა, არასდროს ყოფილა ნამდვილი. სიყვარული არის ის, რაც ადამიანს აცოცხლებს და რაც აძლევს იმის ნიჭს და იმის სურვილს, რომ გააგრძელოს მარტო ცხოვრება კი არა, ეს ცხოვრება რომ გააუკეთესოს, გაალამაზოს. სიყვარული ყოველდღეა. როცა ადამიანი გიყვარს, ის ყოველდღე უნდა გიყვარდეს. ყველაფერია სიყვარული. ამაღებული გრძნობა თუ კი რამ ადამიანს გააჩნია ღმერთისგან ბოძებული სიყვარულში უნდა ვიცხოვროთ ყველამ და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. ეს არის სიმდიდრე, ოჯახის შენარჩუნებაც, დაძბული სიყვარულიც და მეგობრობაც და ყველაფერი. შეცდომის მიტევება. ვიცით რა, შეიძლება ერთხელ იყოს, შეიძლება კიდე ორჯერ რა ვიცი, არის ეგრეც. სიყვარული ისევე როგორც მუსიკა არის უკვდავი. ყველაფერი შეიძლება. აი თუ გული მოდის, აი სიყვარულია. ესე იგი, როცა ადამიანი გიყვარს, ის ყოველდღე უნდა გიყვარდესო. კი. ნამდვილად ასეა. მთავარი ამბავი ის არის, რომ როდესაც განმარტებას თხოვ ვინმეს, რომ აი რა არის შეთი სიყვარული და უცებრო ორგანიზმი და ყველაფერი სხვანაირი ხდება, ხო? იმ წუთში თვალებში დათბება, რაღაც აციმციმდება და კარგია, პოზიტიურია. ნუ ახლა პასუხს რაც შეეხება, იმდენია პასუხი და განმარტება არსებობს დედამიწაზე რა არის სიყვარული, რამდენი ადამიანის ამაზე პასუხობს. ძალიან მომეწონა სიყვარული არის როგორც მუსიკა. კი ბატონო. კარგი.